ეს რა ამბავია შენი ჭირილი? ტელევიზორის ჩართვა არ მინდა. ფულის გულისთვის ყადრულობენ ყველაფერს. რაო რა თქვეს, ვინ მოუკლავთ? რა ვიცი, ხალხი გადარეულია. სად იყო ამდენი სისასტიკე? ქვეყნის გადაგვარება თუ რა არის? აღარ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ჩვენი ახალი მეზობელი დათოა. როგორ ბრძანდებით, დათო? მადლობთ. კარგად. თქვენ როგორ ბრძანდებით? როგორ ვიქნები, დათო? საძაგლობას აჩვენებენ ტელევიზორში. ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა. შვილი დედას კლავს ფულის გულისთვის. ქალბატონო. ესე. ადამიანები გადაგვარდნენ. დაკარგეს ადამიანური სახე. დაიცით რის გამო? ფულის გამო. ფულის უფევს ირგვლივ. ფული. ღმერთი დაივიწყეს. ეკლესიაში აღარ დადიან. თუ დადის ვინმე. მოდის გამო. რწმენა აღარავის აქვს. იცით ყველაზე დიდ სანთელს ვის უნთებენ? ფულს უნთებენ. საკმარისია. ერთი წამით მიმოიხედოთ ირგვლივ და ნახავთ რა ხდება. უღმერთობას უფევს. უღმერთობაა ირგვლივ. აი მე ქალბატონო. დედა მყავს ავადმყოფი და სოფელში ცხოვრობს. აქ თბილისში იმიტომ ვარ რომ მუშაობ, აქედან ვეხმარები. მიუხედავად იმისა რომ დრო არ მრჩება, კვირაობით მაინც დავდივარ ხოლმე ეკლესიაში და ვლოცულობ. გეტყობა დათო, რა კარგი ადამიანი ხარ. შენნაირები სანთლით არის აძებნელი. შენმა გამსდელმა გაიხაროს. მართლა კარგი ბიჭი ხარ, დათო. მადლობთ ქალბატონო. მადლობთ. Bizina! Bizina! Bizina!
ბიძინა გამარჯობა გაგიმარჯოს. რა შვებ შენ ისევ ისეთი ხარ არ გამოცვლილი ხარ ხო, არა მიშა. იცი რამდენს გეძებდი და ღმერთმა მაბუნინა შენით რა შვებ ისევ იმ ქარხანაში ხარ და ისევ ბუღალტერი ხარ ო, ისევ იქ არა წავ ჩაუჯდეთ დავილაპარაკო გავიხსენოთ ახალგაზრდობა რა სიტყვა როდის გამოხოდი ციხით? დიდი ხანი არაა რაც გამოვედი რაც ციხიდან გამოვედი ო, იცი რაში დავწუნდი რაში? რამხელა მნიშვნელობა ქონია ადამიანისთვის პატიოსან სახეს ყველას გონია რომ კაცის მკვლელი ვარ არსად სამსახურში არ მიღებენ არა კი მთავაზობენ რაღაც მშენებლობაზე მაგრამ ბიჭო ორი დიპლომი მაგითო მაქვს რომ მშენებლობაზე მუშად დავიწყო მუშაობა რა ვქნა არ ვიცი სპეციალურად გეძებდი შენ და ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი ბიძინა შენ უნდა მიშვებო ბიძინა მე რა შემიძლია? რა შეგიძლია და შენ ხომ ისევ ბუღალტერი ხარ ქარხანაში კი? თვის ბოლოს შენ ხელფასებს ხო არ იგებ კი, ხვალ უნდა მივიდეს სწორედ ბანკში. აგა შენ ღმერთმა იცი რა მოვიფიქრე შენ რო კეისით მოიტან ფულს დასარიგებლად მეც მექნება კეისი და ვითომ ჩვენ კეისები ერთმანეთში შეგეცვალა გესმის და შემთხვევით წაიღებ შენ ჩემ კეისს და შენ კეისს მეც ავიღებ მისმინე მერე იმ კეისს რას ამბობ, კატო? ერთი წუთი დამამთავრე რა საბჭრი? დამამთავრებინე რას გეუნები ხო უნდა დამამთავრებინო დამამთავრებინე მერე მითხარი მერე იმ ხალხთან ამ კეისს რომ გასნი და ნუ ითამაშებ ამას ვითომ შემთხვევით მოგივიდა და შეგეცვალა ჩავარდები პანიკაში ინერვიულად და აი ამ დროს მოვდივარ მე და იმ ხალხის წინაშე გეუბნები ბატონო ჩემო კეისი შეგეშალათ თქვენი კეისი წამიღია ფულიცავსე და აჰა თქვენი კეისი დაიბრუნეთ უკან ხო წარმოგიდგენია რა მოხდება ხო აზეხა რა მოხდება რომ ყველა იფიქრებს რომ რამდენი იქნება კეისში ფული მითხარი 30,000. 30,000 ასე შეუძლებელია შემშლოდა. ზუსტად მაგაში 30,000 კაცმა უკან დააბრუნა გესმის როგორ შეეცვლებათ აზრით ჩემს ხო იფიქრებენ რა პატიოსანი ადამიანი ყოფილაო მერე შენს დირექტორთან გამიწევ რეკომენდაციას და მიმიღებენ სამსახურში და ჩემზე როგორ შეეცვლებათ? შტაბეჭდილება ასეთი რამე რატო დაუშვი? შენზე არაფერს არ იტყვი რატო ვიტომ? შენზე არაფერს არ იტყვი იმიტომ რომ ყველა მიცის რომ შენ ხარ პატიოსანი ადამიანი და მე ციხიდან რო გამოვედი ყველა მიყურებს სხვანაირად მე მინდა სახელის აღდგენა პატიოსანი კაცის სახელის დაბრუნება ამას ხო ამაში მომეხმარე მეთქი რა იყო ბიძინა ფულმა და თანამდებობამ დაგაკარგინა სახე ჰა და შეიცვალე ეს უმაკი შეგიჩდა მითხარი ეკლესიაში არ დადიხარ ბიძინა ხო, არ დავდივარ, არ რჩება მაგისთვის. ეგრეც ვიცოდი რატომ სულ დაშორდი ღმერთს სატანა შეგიჩდა ბიჭო ჰა არ გეშინია როცა წარსდგები იქ ღმერთის წინაშე რა სეტყვი ფულს მისცემ რომ 60-ში განმაწესეთო ჰა რა სიზამაში რამ დაკარგინეთ სახე ხალხო რამ შეგცვალათ ყველა სულ დაკარგეთ სულ დაშორდით ამ ღმერთს იცი რა, ყველაზე მეტად მე მინდა რომ ადამიანები ერთმანეთს ენდონ. მაგრამ დობაცაა და დობაც. მერე დღეს ყველა ერთმანეთის გადაგდებაზე მუშაობს. ეს დობა არა, დობა გატეხილია ადამიანებს შორის. არ შეიძლება ეხლა ეგეთი რაღაცეების დაშვება. არა. ერთად არ გავიზარდეთ. ჩემზე ამბობ. შენც არ გიჯერა ჩემი ბიძინა. მე სპეციალურად გეძებდი ბიჭო შენ.
და შენ ეჭვი გეპარება ჩემში? კაი, მომეცი შენ ტელეფონი, მომეცი შენ ტელეფონი. ტელეფონი სადამ აქვს ბიჭო? ტელეფონი რომ მქონდეს რაღა მიჭირდა. მიშველე ბიძინა. მიშველე დამიდექი გვერდში და მე თუ ვერა ღმერთი გადაგიხდის მადლობას. ბევრი სახელმწიფოები ყოფილა. ბევრი ერები ყოფილა ქვეყანაზე, მაგრამ სახელმწიფო ვერ შეუქმნია. სახელმწიფო შეიძლება მხოლოდ ერთმანეთის დობით აშენდეს. ადამიანები ერთმანეთს თუ არ ენდობიან, ისე სახელმწიფო არ აშენდება. მეც მინდა რომ ერთმანეთს ვენდოთ. მეც მინდა და ამიტომაც იცოდე. ამიტომაც თანახმაო. მე რა გიშლის ხერს ბიძი? რა ვიცი. ყველა ერთმანეთის გადაგდებაზე მუშაობს. გულზე ხელს იბრაგუნებენ. ღმერთი ჩვენთან არისო, გაიძახიან. ერთმანეთის გადაგდებაზე მუშაობ. მე რა შუაში ვარ? ჩემზე ფიქრობ ბიჭო მაგას. არა, მომისმინე, ხვალ შენ ეჭვი გეპარება ჩემში? ხვალ იმეორე, ხვალ თულს რო ავიღე 12-ის ნახევარზე. პირველ საათზე ბაღში იყავ, ჩამოვალ და ნახოთ, იქნება ასეც მოვიქცი. კაი კაცი ხარ. ჩიგარი ხარ. ეჭვიც არ მეპარებოდა. ერთი რამე უნდა იცოდე, რომ მეც მინდა რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დობა ქონდეთ. აგაშენა მართლა. იცოდი არ დამაღალატო. არ აღწვენია ბიძინა? არ აღწვენია. რა სამბობ ბიძინა? აი აბა. აბა როგორ ხართ ბიჭებო? ხომ ხართ მუშაობის ხასიათზე? მე როგორ ბრძანდი? მადლობთ არამიშ. ალბათონო მარინა, ხელფასები თუ იქნება შრომისთან ყოფიერებას გაორმაგდება. ეგ ამბავი ჩვენ ბუღალტერს უნდა ვკითხოთ. ხათუნა! ბატონო, სად არის ბიძინა? ბიძინა ლაბორატორიაშია, ნინოს ელაპარაკება. კარგი საყვარელი. ეხლავე წავალ და გავარკვევ. აბა დროებით. გამარჯობათ, ქალბატონო მალინა. მობრძანდით. ნინო, როგორ არის საქმე? კარგად, ქალბატონო მალინა. დღეს საუკეთესო ხარისხის სპირტი გვაქვს. სპირტის შემცველობა არის 96 გრადუსი. და რახები? რახები და ალდეჰიდები 0%-ია. კარგით, ეგრე გააგრძელე. ბიძინა, გავცემ ჩვენ დღეს ხელფასებს. კი.
ეხლა ციქვაპირებ წასვლას. კარგით, მიხედეთ მაგსაკმას. მე კი ხათუნას გავაფრთხილებ, რომ არ დააგვიანოს ხელფასების გაცემა. რა შარში გავიხვი. მომეციცა. სადახარ ბიძინა ამდენი ხანი, მაგრად მანერვიულე რა. 1000 ფორმალობა, ხომ იცი არა? ვიცი. თუ რამეს მიპირებ, ჯობია ეხლა მითხრა. მომისმინე, ვინც ფულზე გაიყიდება და ფულის გულისთვის კაცს უღალატებს, იმის ცხოვრებას ფასი არ აქვს. ის გაყინული ძეგლია და მეტი არაფერი. ხო, აი. თუმცა მოიცა, ნახო. რა უნდა ვნახო? რა ხდება? რა შვები ბიძინა? არ გეკადრება? საქმეა. გენდობი ბიჭო? ძმები არა ვართ? იცოდე 6 საათზე ხელფასები მაქვს დასარიგებელი. სიტყვა ძმაო. 7-20 წუთზე უნდა იყო იქ. ულაპარაკოთ. იქ ვარ. შეიძლება ბავშვისთვის რამე. რა ის ეს? 2.5. ორად მოგცე. 2 ლარი სადამ. 2 ლარი რომ მქონდეს რაღა მიჭირს. რო შეხედავ კაცს გავხარ. 2 ლარი არ გაქვს? პავკა არ დაგეგარბოს პავკა. ასეთი რომ გაგიგიათ ვინმე შეიძლება ეს. ქვეყანა პლასტიკურ ბარათებზე გამიზრდა ეს გადამხდება ასე როგორ შეიძლება. ბიზინა რა ხდება? აქ რასაკეთებ? ამდენი ხანია ხალხი გელოდება. და თქვენ კიდევ აქ ზიხარ. წამოვწონდით? ახლავე წამოვწონდით. ვინც ფულზე გაიყიდება და ფულის გულისთვის კაცს უღალატებს, იმის ცხოვრებას ფასი არ აქვს.
ის გაყინული ძეგლია და მეტი არაფერი. ტაქსი, დააჩერე რა. ვაგზალზე რა ძმურად. ვაგზალზე გამიყვანე. ამდენ ფულს რომ კაცადო სირი უნდა იყო. ადამიანმა თავისი იერი არ უნდა დაკარგოს, რაც არ უნდა გლახა შეემთხვეს და უბედურებაში იყოს, რაც არ უნდა ბედნიერებაში იყოს, თავისი ადამიანობის იერი არ უნდა დაკარგოს. ნინო ბიძინას უნდა რომ დავრჩე. შენ დაიღალე? ძალიან მაგრად დავიღალე. კაი, ჩემო კარგი. კარგი, აბა კარგი. ესე იგი რჩები? რჩები. ხათუნა, რა იყო ბიძინა? რა კარგია. რო შეხვდი. იცი რა? დაწუნებული ეტიკეტები რო გვაქვს ჩვენ. ხო, მერე? 1-2 დასტა შემინახე რა. შვილი შვილისთვის მინდა. რომ არ გითხრა, არ შემიძლია ბატონო ბიძინა, რა უცნაური კაცი ხარ. გუშინ არ შემაკვრევინეთ იმდენი დასტა. შვილიშვილებისთვის მინდა. ეხლა რაღაცი გჭირდება. ხო? უცნაურობა ალბათ. რაში უნდა მჭირდებოდეს? რას ისა? ცხოვრება ასეთი. La